არსებობს ფოტოები, რომლებიც უბრალოდ მოგონებები არ არის. ეს ფოტოები განაჩენებია. განაჩენი, რომელიც გასული საუკუნის საქართველოში მილიონობით ადამიანს გამოუტანეს. მათ ოფიციალურად არასდროს ეძახდნენ პოლიტპატიმრებს. სამშობლოს ღალატი, კონტრრევოლუცია, დივერსია. ეს იყო იარლიყები, რომლებსაც სისტემა ადამიანების გასანადგურებლად იყენებდა. პოლიტპატიმარი როგორც ცნება გაჩნდა მას მერე, რაც პოლიტიკური პარტიები შემოვიდნენ, ასე ვთქვათ, ასპარეზზე, საზოგადოებრივ ასპარეზზე. საქართველოში ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20-ეს დასაწყისი. მაშინდელი ქართველი პოლიტპატიმრები იყვნენ ისინი, მაგალითად ნოე ჟორდანიაც იყო პოლიტპატიმარი, ნიკო ნიკოლაძეც იყო პოლიტპატიმარი, ანუ ვისაც რეჟიმი პოლიტიკური ნიშნით ასახლებდა. თვითონ საბჭოთა კავშირს ყავდა უამრავი პოლიტპატიმარი, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირდაპირ პოლიტიკური ბრალი ედებოდათ, ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ვთქვათ, რაღაც ესეთი პარტიული შეუგუებლობა, ხო, საბჭოთისადმი პარტიული შეუგუებლობა, ჯაშუშობა, ვთქვათ, გერმანიის იმპერიალისტური მიზნებისათვის და რაღაცა პოლიტიკური ისინი იყო, ხო, ეს მუხლები, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ ამბობდა, რომ ესენი იყვნენ პოლიტპატიმრები თვითონ. ნომენკლატურა არ აღიარებდა, რომ ესენი იყვნენ პოლიტპატიმრები, მათ ერქვათ ხალხის მტრები. ასე ვთქვათ, ამორჩევა სამიზნედ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ არ მოწონდათ მათი შემოქმედება, ხო? ამის გამო სანამ ვთქვათ დასჭირდნენ, მანამდე დასჭირდნენ, ვთქვათ, აი ასე დახვრეტითან გადასახლებით, მანამდე ხდებოდა მათი გაყვანა ესეთ საერთო კრებებზე, ვთქვათ, წერალთა კავშირის კრებაზე, სადაც ხდებოდა მათი დაგმობა, აი დემონიზაცია როგორ ხდებოდა, არა მარტო იწერებოდა გაზეთებში, არამედ თვითონ ამ კოლექტივში, რომელიც წარმოადგენდა, ვთქვათ, მწერლების გაერთიანებას, ხო? აი ამ კოლექტივში ხდებოდა მათი დაგმობა, მიწასთან გასწორება, სხვათაშორის ეს პრაქტიკა ძალიან გვიან საბჭოეთამდე გაგრძელდა, მაგალითად კოლონ ნადირაძეს, როდესაც ამოუქეკეს ის ლექსი, თოვდა და თბილისებურა თალხი, ძალიან მოხუცი კოლოო, აი ასე ვთქვათ, გარცეცხლში გაატარეს და შემდეგ მხოლოდ იმიტომ დაინდეს, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ცალიფეხის საფლავში ედგა ამ ადამიანს და ამიტომ აღარ დასაჭეს, მაგრამ წერალთა კავშირიდან მე მგონი გადიცხეს. ანუ ეს იყო დაშინების პოლიტიკა და გატეხვის პოლიტიკა. აი ეს იყო მიზანი, რომ საჩვენებელი დასჯებით, საჩვენებელი გატეხილი, ვთქვათ, პიროვნებების ჩვენებით, ეჩვენებინათ, რომ ისინი არიან უძლებელები. რომ თან მორჩილების გარდა არაფერი არ გავა, რასაც დღეს აგრძელებს პუტინის რუსეთი და ზუსტად ასეთივე პოლიტიკა აქვს ბიძინა ივანიშვილსაც. მეხსიერებას შლიდნენ ასე ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ეს იყო ხალხის მტერი და მისი არც სახე და არც სახელი და გვარი არ უნდა შემონახულიყო. სხვადასხვა პერიოდში საბჭოებს სხვადასხვა სამიზნე ყავდა, ასე ვთქვათ, თავიდან ესენი იყვნენ ბურჟუაზია, სამღვდელოება, თავადაზნაურობა, წინა ასე ვთქვათ, ხელისუფლება. შემდეგ უკვე ის გადავიდა საკუთარ თანამებრძოლებზე და ამიტომ მერე გადავიდა გლეხებზე კოლექტივიზაციის დროს, ანუ რა გამოწვევაც ჰქონდა, იმის მიხედვით აი მტრის ხატში ჯდებოდა სხვადასხვა სახე, სხვადასხვა ჯგუფი ადამიანების და ასე გრძელდებოდა, ვთქვათ, სტალინის სიკვდილამდე ეს მასობრივი ტერორი. შემდეგაც მთავარი იყო რომ ადამიანს არ უნდა ქონოდა, მოქალაქეს არ უნდა ქონოდა სხვა აზრი
გარდა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიისა. ხო, აი ამბობს მაგალითად გელას გადაუსახლეს ეს მამა, მე დედაც დაუხრიტეს, მამაც დაუხრიტეს და თვითონ ბაღში იმაში იყო. საბავშვო სახლში და მე სახელით შეუცვალეს. დღეს რა თქმა უნდა არც დღევანდელი რეჟიმი აღიარებს რომ ყავს პოლიტპატიმრები, საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომელსაც რეჟიმის ჯირს არა რაღაც კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, ან მისი პოლიტიკური სტატუსის გამო, ხო? აი ეს არის დღეს რა რეალობაც გვაქვს და მინდა გითხრათ რომ დღევანდელ დღეს რამდენი პოლიტპატიმარიც გვაქვს ასე თავისუფალი საქართველოს ისტორიაში ამდენი პოლიტპატიმარი არ დასარკვევია. საბჭოეთში ჩეკა რა მაგალითად იწყებდა ამ ხალხის მონიშნას და მერე მათ დემონიზების კამპანიას. ამ დემონიზების კამპანიით როგორც თქვათ პრესაში მათი მიწაში ჩადებით, მათზე იარაღების მიყვით, მათ მოხსენიებას, როგორც ჯაშუშების, აგენტების, თქვათ რაღაც მსახურების ევროპული იმპერიალიზმის მსახურების და ასე შემდეგ. ასე შემდეგ იწყებდა მათ დემონიზებას და შემდეგ გადადიოდა უკვე მათ დაპატიმრებაზე, განადგურებაზე და ასე შემდეგ. საყვარელო ოთარ, ძლიერ მესიამოვნა რომ შენ ჭკვიანი, მეცადინი, კარგი ყოფაქცევის ბიჭი ხარ. წერილისთვის მადლობელი ვარ. შენი წერილები ძლიერ გამახარებს აწიც. მართალია რომ მე შორს ვარ, მაგრამ არც სამშობლო და არც თქვენ არ მავიწყდებით და ხშირად გიგონებთ. კოცნის შენი მოსიყვარულე ბიძია გრიგოლი. 1933 წელი, ნოემბერი, ქალაქი ალმა-ატა. ეს გურის წერილია, რომელიც პირველი წერილი, რომელიც ციხიდან მივიღე და სანამ ისტორიას დავიწყებ გურის ოჯახის ისტორიას. მინდა რომ აი ამ წერილიდან წაგიკითხოთ მონაკვეთი. ხო, ჩემი ჯავრი არ ქონდეს, კარგად და მხნედ ვარ. მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ბაბუამ გამოიარა ეროვნული მოძრაობისას, მასთან შედარებით ჩემი პატიმრობა უბრალო გასეირნება. მახსოვს წინა ზაფხულზე კახა მითხრა, ფრთხილად იყავი, არ გახვიდე გარეთ. ჩვენმა ოჯახმა საკმარისი გასცა საქართველოსთვისო. არ არის ეგრე. რენო მეთოდემ სხვებმა ყველაფერი გასცეს. ახლა ჩემი ჯერია. გარცემ იმდენ სანამ არ დავსრულდები ან სანამ არ გავიმარჯვეთ. აი ესეთი შემართებით წავიდა გური ციხეში. ვიცოდი რომ იქ იდგებოდა ბოლომდე არ დაიხევდა უკან. ერთადერთი სადარდებული მქონდა ის რომ ცოცხალი მოვიდეს. დანარჩენი არა. მე ერთხელ არ მithქვამს რომ შვილო, მოდი რა, ხო ხედავ რეები ხდება და სახლში დაჯექი. არა, არასოდეს მისთვის ეგეთი რამე არ მithქვამს. ჩემი შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას რომ თქვა დღეს მე გური მირცხულავა განურჩევლად იმისა რა განაჩენი დადგება დღეს რა იქნება საბოლოო განაჩენი აქ ვდგავარ ამაყად და მე მადლობელი ვარ აი თითოეული ამ ადამიანის თითოეული იმ ნაბიჯის რომელიც მათ გადადგეს და ბატონო მოსამართლე უბრალოდ ამის საპირწონეთ შეუძლია პროკურორს გაიმეოროს იგივე მე პროკურორი ვაჟა თოდუა ამაყი ვარ რასაც ჩავდივარ დღეს და ჩემი თითოეული ნაბიჯი მიზანმიმართულია ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ამიტომ ლოგიკურია, რომ გური პრინციპში იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ეს ძალიან ბუნებრივია. სხვაგანის უბრალოდ არ წავიდოდა. რა ხდება მაშინ, როდესაც რეპრესიები არქივებში დაცული ისტორიის ნაცვლად ზოგიერთი ოჯახისთვის დღევანდელ რეალობად იქცევა, როცა ბაბუის ისტორია შვილიშვილის ბედში მეორდება. და რაც შეეხება დიდ ბაბუას, საკმაოდ საინტერესო არქივივით ქონდა ბებიას, მაგრამ განადგურდა ის არქივიც. შეეშინდათ, მაშინ ხო იცით ყველაფრის ეშინოდათ. პატარა იყო გური, სკოლის მოსწავლე. მამა ჩემი სანამ ცოცხალი იყო, ბოლომდე მოდიოდა ყოველ დღე. და იმიტომ კი არა რომ ბაბუ ავათარის დაენახა, არა, იმიტომ რომ მასთან საუბარი მოწონდა აი პოლიტიკურ სიტუაციაზე, რაღაცა
როგორ გითხრა, სამოქალაქო განათლებაზე და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ბაბუამაც მოახდინა გავლენა, ამიტომ არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ამ გზას აირჩევდა და უნდა აირჩია კიდევაც. მოკლედ მაგას და ბაბუას დიდი მეგობრობა ჰქონდათ ერთმანეთთან. თავის დროზე მოხსნიდა ყველაფერს. გური მწერს ისევ, მე დედამე ყველაფრისთვის მზად ვარ და შენც ყველაფრისთვის მზად იყავი. აუცილებლად მიუჟიან. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო რაღაც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტორიტარული რეჟიმის ნიშნებია დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დამოუკიდებელი სასამართლო არ იარსებებს, სამართლიანი სასამართლო არ იარსებებს, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ადვოკატები ყავთ, მაინც იქნება ის შედეგი, რაც მოსამართლეებს დაავალეს. ეს არის ამათი პატიმრობა, ამათი განაჩენი. აი სანდარის ეს ტექსტი წერია თან. მაგრამ ვერ ეგუებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და ამიტომ 29 წელს დაიჭირეს ბათუმის ციხეში გამწესეს და შემდეგ გამოუშვეს, თუმცა 31 წელს კვლავ დაიჭირეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. ციხის სურათიც არის, კი დაზიანებულია. აქ ნოერამიშვილიც არის, აი აქ. რაც შეეხება ისტორიას, ჯერ კიდევ, როდესაც საქართველოს პირველად დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მამაჩემის ბაბუა, ანუ გურის ბაბუის ბაბუა, გერმანიიდან ჩამოვიდა საქართველოში. ძალიან დიდი შემართებით გახარებული, რომ საქართველოს როგორც იქნა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა მაშინდელ მთავრობასთან. თუმცა შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს და საქართველო გაწითლდა, ბაბუაჩემი არ წასულა არსად, დარჩა საქართველოში და თქვა, მე აქედან არსად აღარ წავალო. წაიყვანეს უშიშროებაში, თანამდებობაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა, რომ თქვენს ხელისუფლებასთან არ ვითანამშრომლებო. ერთხელაც აი ამ უარის შემდეგ წაიყვანეს და გააქრეს საერთოდ, მის კვალს საერთოდ ვერ მივაგენით. ხომ არის, რომ აი თქვათ გადასახლებაში იყო ვინმე ან სადღაც, ეს კაცი უკვალოდ გაქრა. უშიშროების აი ამ რაღაც იზოლატორიდან თუ რა ერქვა მაშინ არ ვიცი, რომ წაიყვანეს იქიდან გამქრალია. ეს შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. როდესაც ზვიად გამსახურდიამ ხელმეორედ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მანამდე 9 აპრილი იყო, მანამდე ნოემბრის შიმშილობები იყო ყველაფერი. მამა ბოლომდე ზვიად გამსახურდიას ედგა გვერდში. მისი თანამებრძოლი იყო. ძალიან ბევრი რეპრესია გამოიარა მანაც, ეს იყო დაჭერები, სახლში მხედრიონის შემოვარდნა, ოჯახის, აი მისი მოწმე მეც ვარ, პირადად დაწიოკება. როგორ გითხრათ, ეხლა გური. არაფერი, აი ამ სამივე თაობას, გური უკვე მე რამდენი თაობა გამოდის, ხო? მეხუთე თაობა გამოდის, რომელიც რუსთაველზე დგას და საქართველოსთვის იბრძვის, ხო? არაფერი უბრალოდ საქართველოსთვის ჩემს ოჯახს ყოველთვის უნდოდა პერსპექტივა, ყოველთვის უნდოდა რომ ცივილიზებული სახელმწიფო ყოფილიყო. ჩვენთვის ყოველთვის ყველაფერი პრორუსული იყო მიუღებელი. გამარჯვებისთვის, შედეგისთვის, ამ შენარჩუნებისთვის ბრძოლა აუცილებელია. როდესაც აი რამდენჯერ გავიმარჯვეთ, ხომ? რამდენჯერ გავიმარჯვეთ, მაგრამ შემდეგ მოდუნება არ შეიძლება. აი ეს გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია დროზევე უნდა დავამთავროთ ხოლმე ძალიან მალე და შემდეგ აი ამ გამარჯვების შენარჩუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თორემ მე-6, მე-7 და მე-8 თაობასაც მოუწევს რუსთაველზე დგომა. თაობიდან თაობას.
გური მირცხულავას ოჯახში ამ ფრაზას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მამა, ბაბუა, ბაბუის ბაბუა და ახლა გური. ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა.